საქართველო ერთიანმა ტკივილმა, ლოცვამ და სიყვარულმა გააერთიანა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართველი ერი დაიძრა, რათა უკანასკნელი პატივი მიაგოს თავის სულიერ მამას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. მისი ცხოვრება თავად იყო რწმენის, მოთმინებისა და ეროვნული ერთობის სიმბოლო. პატრიარქის სიტყვა არაერთხელ გამხდარა გატეხილი გულის გამამთელებელი. მისი სიმშვიდე კი ქვეყნის საყრდენი ყველაზე მძიმე ჟამს. დღეს თავისი მიძინებითაც კი მან კვლავ შეძლო შეუძლებელი. კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველო როგორც სიცოცხლეში, ისე მარადიულობაში. განსაკუთრებული ემოციითა და მადლიერებით პატრიარქს აფხაზეთიც ემშვიდობება. კუთხე, სადაც მან 11 წელი იღვაწა როგორც მიტროპოლიტმა. იქ დატოვებული სულიერი კვალი დღესაც ცოცხალია თითოეულ დევნილში. ამ ისტორიული კავშირის დასტურად აფხაზეთის საზოგადოება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, რომელიც სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აიგო. ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ უწმინდესის და უნეტარესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. საქართველოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს პატივი მიაგეს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. სიმბოლურია დღეს აფხაზეთის საზოგადოების შეკრება ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რადგან აღნიშნული ეკლესიის მშენებლობა მოხდა ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. იგი აფხაზეთის საზოგადოებისთვის არ იყო მხოლოდ სულიერი მამა, ის იყო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მისი მოღვაწეობა იყო დაკავშირებული აფხაზეთთან. მე მჯერა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენ კუთხეს, ჩვენს აფხაზეთს. ძალიან მძიმე დღეებია. პატრიარქის სულის სახსენებელი წირვა ჩატარდა, დევნილი მოსახლეობა აქ შეკრებილი, არა მარტო დევნილები. ხედი მოვიხარეთ პატრიარქის წინაშე და კიდევ ერთხელ აი ამ ხალხმა, ჩვენ ყველა იმ ადამიანმა, ვინც დღეს საქართველოში გლობს დაადასტურა, რომ არა მარტო ჩვენი პატრიარქის მიმართ არის ეს უდიდესი პატივისცემა, არამედ მისი იდეის მიმართ. ვიყოთ შემწყნარებლები, ვიზრუნოთ მშვიდობაზე. ერთმანეთს ვცეთ პატივი. პანაშვიდის დასრულების შემდეგ შეკრებილთათვის კიდევ უფრო ემოციური წუთები დადგა. საზოგადოებამ მოისმინა აუდიო ჩანაწერები, რომლებიც აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის არქივში მოიპოვებოდა. ექსკლუზიური ინტერვიუების ამონარიდები, სადაც ილია მეორე ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობაზე, შერიგებასა და მშვიდობაზე საუბრობს. პატრიარქის მშვიდი და დამაჯერებელი ხმა კიდევ ერთხელ შეეხო შეკრებილი აფხაზეთელების გულებს. შეახსენა მათი სულიერი ხიდი, რომელსაც იგი 10 წლეულების განმავლობაში აგებდა. შეიკრიბა აფხაზეთის მთავრობა და აფხაზეთისგან დევნილი მოსახლეობა და ლიტურგიის შემდგომ ჩვენ პანაშვიდი გადავიხადეთ მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებლად. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მისი უწმინდესობის დაუღალავი შრომა, 11 წლიანი შრომა აფხაზეთის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობის პერიოდში, რომელიც მისი უწმინდესობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. დიდი სითბო და სიყვარული დატოვა მან როგორც აფხაზ, ისევე ქართველ აფხაზეთელში. მუდმივად მოგვიწოდებდა ყველა სიყვარულისკენ, ერთიანობისკენ ქართველებს, აფხაზებს და რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან ვალდებულები ვართ, რომ მისი ეს დანაბარები, მისი ეს ანდერძი გავატაროთ როგორც ცხოვრების წესი და ეს იქნება, რა თქმა უნდა, უმთავრესი გზა ჩვენი გაერთიანების. ისე როგორც გააერთიანა პატრიარქმა დღეს სრულიად ქართველი ერი, დარწმუნებული ვარ მისი ლოცვით, მისი შეწევნით გაერთიანდება სრულიად საქართველოს.
აუდიო ჩანაწერების დასრულების შემდეგ მრევლმა საკუთარი სათქმელი, სურვილები და ლოცვები ფურცლებზე გადაიტანა. სიტყვებად ქცეული ტკივილი და იმედი ერთ დიდ საერთო განცდად გაერთიანდა. ალბათ ამ დღეების განმავლობაში თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიჭირს სიტყვებით გადმოვცეთ ის თუ რას ვგრძნობთ, თუმცა ერთის თქმა აუცილებლად შეიძლება, რომ ჩვენ ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს, განსხვავებულად ვგრძნობთ და ვიცით ერთმანეთის გვერდში დგომა. ჩვენ მოუწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაგვიტოვა ძალიან დიდი ძალა ერთობის და სიყვარულის, რომელიც აუცილებლად გაგვინათებს გზას. პატრიარქის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ ყოველთვის გამორჩეული და სავსე იყო იმ იმედით, რომლის სიმბოლო გახდა 2014 წლის 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს მის მიერ დაწესებული აფხაზეთობის დღესასწაული. ქადაგებები ამ თემაზე ხშირად სცდებოდა მხოლოდ რელიგიურ ჩარჩოებს და ეროვნულ ტკივილსა და სიყვარულს ეხმიანებოდა. მინდა დავპირდე უწმინდეს, რომ ამ ერთიანობით, რომელიც საქართველოში დღეს ხდება, დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ძალიან მალე გაერთიანდება და ეს უახლოესი თვეები თუ წელი უნდა იყოს სწორედ ამის ყველაზე დიდი მაგალითი და ნიშანი. აფხაზეთის საზოგადოება შევიკრიბეთ აქ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომ კიდევ ერთხელ ჩაგვეტარებინა პანაშვიდი და პატივი მეგვეგო ჩვენი პატრიარქის, ჩვენი სულიერი მამის ხსოვნისადმი. სამების ტაძარში დასვენებულ საქართველოს პატრიარქს სოხუმიდან მიწა ჩამოუტანეს და იმ წამს თითქოს დრო გაჩერდა. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ მიწა, ესაა ტკივილი და მოგონებები იმ კუთხისა, სადაც მან 11 წელი იმსახურა. ეს ის ნაწილია საქართველოსი, რომელსაც მთელი ცხოვრება გულით ატარებდა. მიწა, რომლისთვისაც იბრძოდა სიტყვითა და სიყვარულით და რომლის გამთლიანებისთვისაც არასოდეს შეუწყვეტია ლოცვა. ჯერა რომ ეპოქალური მნიშვნელობის პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ განვლელი სულიერი გზა და ლოცვა კურთხევა კვლავაც შეგვეწევა ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების გზაზე. 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.